EVA Outdoor Classic 2026. ამ ვიდეოში მოდი ვილაპარაკოთ ცეცხლის სასროლებზე, აღვნიშნოთ ხრახლნოლიანებზე. ძირითადად ეს იქნება რაღაცა AK AR პლატფორმა და რა თქმა უნდა, ჩემს უკან არსებული ნებისმიერი ტიპის შაშხანა. ნებისმიერ კალიბრში. რაც შეგხვდება რა, ნახოთ რა გამოვა ფიზიკურად. კიდევ ერთხელ, მე სუპერ-პუპერ პროფესიონალი არა ვარ, მაგრამ რასაც შევძლებ, იმედია მოგეწონებთ. იგი პირველი დარბაზში როგორც კი შემოვიდით შეხვდა ჰუგლუ. მოკლედ ჰუგლუს სტენდზე ვიყოფებით, იგი არის ჰუგლუ. მოვიარე რაღაცები ნახეთ. მოდი ახლა ესეთ ვარიანტი დავიწყოთ. პირველი რაც უნდა ნახოთ, ეს არის ამათი ახალი ხაზი. საინტერესო რაც არის, ახლა ახლები ნახოთ, ხო ძველი ისედაც ასეთ ვისე ვიცით. ახალი ხაზი არის აი ეს იარაღი. საკმაოდ საინტერესო დიზაინში გამოიყურება, ნახავთ ახლა ნელი ჩამოვით. წინა თაობა იყო აი ეს შავი ბედრიერება ტაქტიკური დასაკეთსი კონდახით, მაგრამ როგორც გეუბნებიან ეს არის ახალი და მოდი ახლა ეს ახალი განვიხილოთ. ახლა მე კი მიყვარს ხოლმე ცეცხლის სასროლები იდეაში, მაგრამ ამ იარაღმა დამაინტერესა იმით, რომ საინტერესო პარამეტრები აქვს. პირველი, სქელი ლულა არის 22-იანი პროფილით, ანუ სქელი არის და უკვე წინასწარ გეუბნებათ, რომ სანადიროდ არ უნდა იყოს ეს, ანუ პრეტენზია აქვს რაღაცა პატარა სნაიპინგის შესაძლებელი ვარიანტში, თურქულისთვის რამდენად მისაღები ეს ცალკე გასახილველია, მაგრამ აქვს კაი ვარიანტი, რომ ძალიან რბილი ჩახმახი აქვს. ჩახმახებს მე ჩემებურად ვტესტავ ხოლმე, რაღაც ჩემებური წიკი მაქვს. მართალია არაფერი ორიგინალური არ არის და არაფერი სერიოზული ტესტი ეს არა მაქვს, მაგრამ ჩემს არის ხოლმე თავარი. მიმწოდებელი მიწოლისას არ უნდა ეჭედებოდეს. ანუ აწვევი უნდა მიდიოდეს. ძალიან ხშირად არის ხოლმე მიაწვევი და აი გაიჭედება ხოლმე. ამას საბედნიეროდ ესეთი რაღაცა არ აქვს, ბედნიერად დადის. მომეწონა, არ ვიცი ხა დაფერის გამო იჭერს ეს დიზაინს თუ რა არის, მაგრამ ჯამში ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში მუშაობს. აპირებენ 3 კალიბრში გამოშვებას, ეხლა ეს ახალია და მონაცემები აქვს მხოლოდ 308 კალიბრს. 1-10-ზე არის ტვისტი, ლულა არის 66-იანი, საკმაოდ გრძელია, დეფაულტად პირდაპირ მოყვება ეხლა კადრში თუ დააკვირდებით. კომპენსატორიც აქვს. ნუ შესაბამისად ეხლა მაუნტებით შეგიძლიათ დააყენოთ, რომოდან შესაბამისი სამაგრი აქვს, უკანაც კი აქვს აი სამაგრი. ანუ აქაც პირობითად მინი ბიპოდსაც დააყენებ თუ რაღაცა გინდა, რეგულირებადი საყელურიც აქვს. სალვეტები აცრავთ. ჯამში რა ვიცი, სულად არ გამოიყურება, საწყის ეტაპზე რაღაც უნდა იყოს. საინტერესოა ფასი რა იქნება, ჯერ ფასი არ იციან. იმიტომ რომ სინამდვილეში ეს უნდა გამოდიოდეს 3 კალიბრში, 223, 308 და 6.5. 308-ს უკვე უშვებენ. თვითონ უკვე გითხარით 1-10, მაგრამ 223 და 6.5 ჯერ არ იციან ფიზიკურად, ეხლა ფიქრობენ რას გამოუშვებენ. მე კი ვითხარი შესაბამისად ახლა რადგანაც ამხელა ლულა გაქვს ამ სისქე, სავარაუდოდ ეს სანადირო სათხევად არ არის და კაი იქნება თუ შესაბამისი ტვისტები გექნება მძიმე ტყეებზე გათვლილი მეთქმა, მაგრამ ნახოთ რამდენად გაითვალისწინებენ ახლა რა დანარჩენი ისეთი ვარიანტი იქნება. დანარჩენი მოდი ახლა უცებ შემოვურმინოთ კიდე რეები იქნება. Так. Sorry. ესე იგი, პირველი რაც ყურადღება მიიწვრო, ესეთი რაღაცეები აქვს, ძალიან საინტერესო. უბრალოდ ცუდი ის არის, რომ ყველაფერში კარგია ეს იარაღი. ერთადერთი ცუდი არის, რომ მერცხლის კუდი აქვს უკან და იმაზეა დამაგრებული კონდახი. შესაბამისად, ეს უკვე უნდა მოთალოთ და აი ეს სიგრძე უნდა აიღოთ აი აქედან აი აქამდე. ეს უკვე გამოგვივიდა 55 სანტიმეტრზე ნაკლები, შესაბამისად, ჩვენი კანონმდებლობის გამო ან ლულა უნდა დაუკენონ ამათ მოგრძელი, ან რაღაცნაირად მიადუღონ კონდახი. სხვანაირად ჩვენთან სამწუხაროდ ეს ბაზარზე ვერანაირად ვერ შემოვა. საინტერესოა კარგი იყო ეს გადატენის ვარიანტი, რომ აქ თან მხარეს აქვს გადმოტანილი, აი ეს ფიზიკურად. რომ გადატენისას საკმაოდ მოსახერხებელია აქედან გადატენა, ვიდრე ეს კალაშნიკოვის ვარიანტში აქედან ტენვა ხოლმე. თუმცა ეგეთი ვარიანტიც აქვს, ხან შევეცდები დაუშვა. აქ მოდი ეს პირდაპირ ორ მოდულზე გავჩერდები, ერთს როგორც ხედავთ, აქედან არ გადასატენდა ეს გარკვეულწილად მოუხერხებელია ხოლმე, იმიტომ რომ კალაშნიკოვი უნდა გადატენა აქედან მხრიდან. ავიც მე არ მომწონს ხოლმე თქვენი როგორ არის რამდენად მოგწონს ეს ვარიანტი არ ვიცი და აქ კიდევ უბრალოდ გაჩვენებთ სულ ყველა ეს მოდელი რაც არის სინამდვილეში აქ აი ეს ვარიანტი და ამის გამო არის რომ ზუსტად აი მოხსნადი იქნება და ჩვენთან ექსპერტი როგორც კი სანებართოდ შეიტანთ ამას ეგრევე იტყვის რომ ხო იცით რაც ხდება მოხსნი და მე მოკლე პისტოლეტია შესაბამისად ამას არავინ არ გაგიფორმებს წარების უფლებით შენახვის უფლებით კიდე რა ჯანაბად გვინდა კაცმა არის
კარგი. ეხლა კიდე გადავიაროთ ავტომატური იარაღები. გარკვეული თავისებურება აქვს ამათ. მე ხა სპეციალურად გამოვტოვებ ხა აირგანს, იმიტომ რომ აირგანი თქვენ არ გაინტერესებთ. აირგანს მე ცალკე გადავიღებ აირგანის არხისთვის. აქვე არის კიდე დამატებითი შაშხანები. პრაქტიკულად იგივე ოვის G2 არის უყოლა, სხვადასხვა რაღაც დიზაინებია, რა ზოგიერთ თქვა ხის, პოლიმერის და ასე შემდეგ. ძირითადად ყველა ერთნაირი არის. ეხლა შევამოწმოთ უბრალოდ ბოლტიც თუ იგივეა და გაიჭედება თუ არა. არა, ზოგიერთ შედის. როგორც კი ბოლტს ეს გვერდულად დაწოლას მისცემთ, ცოტა აცერავდეს ან ჩაცერავდეს და ის უკვე ჭედვას იწყებს, ანუ სპეციალურად მე ზემოდან ქვემოთ ვაწვევი და ისე მივაწევ. თუ ამ შემთხვევაში გაჭედვა დაიწყო, ჩემი გადასახადებიდან ხოლმე, როგორც წესი, ეს ბოლტი მთლად ბედნიერებას არ მოგანიჭებს, ამიტომაც როგორც წესი ეგეთ იარაღს გავურბივარ ხოლმე. ეს ფირმა უკვე ჩვენთან ისედაც ცნობილია, ასკელონი. კარგი, ესე იგი, გვაქვს PPS-ის ფორმატი, ხო? პისტოლეტის ფორმატი ესე ვთქვათ. დავაჭირეთ ჭიდის ჩამოგდევს, ჭიდი დამაგრებულია, არ ძრება და დანარჩენი შეგვიძლია წავითამაშოთ. კი, ხელში ესე ვთქვათ, ცოტა მე ხან ცაცი არა ვარ, ასეთი ვარ. რაღაცა გასართობად კაი ვარიანტი კი არის. მაგრამ როგორც ხვდებით, ეხლა ჩვენთან ზომის გამო, ფიზიკურად ეს 55 სანტიმეტრზე ნაკლებია, სამწუხაროდ ალბათ ვერ შემოიტანენ. თუმცა არის მოდელები ცოტა გრძელი ვარიანტით. აი ასეთი. გადასარევი არის, ყველანაირად ჩარჯდებოდა კანონმდებლობაში, რო არ ემჩნეოდეს ეხლა ფესებში, რომ აი ეს კონდახი იმედია ხედავთ, აი რელსი არის და შესაბამისად მოძრობადია, ისევ დაგვრჩება მოკლე ვერსია. სამწუხაროდ ამას ჩვენს ბაზარზე მხოლოდ შენახვის უფლებით თუ ვიხილავთ. მე არ ვიცი, ჩემს წელს პირველად ვნახე, რომ თურმე ასკელონი ასევე პისტოლეტებზეც გადასულა. იდეაში ეს რა ვიყოთ, უყოლა არის გლოკის კლონები. მესამე თაობის გენერაციის გლოკი რაც გამოვიდა, იმის კლონები გამოდის. თუმცა პატარა რაღაც გადაკეთებები აქვს, ხო, მაგალითად გლოკს ესეთი რაღაცა არ აქვს. რა ვიყოთ, ხო? არამედ იქ ჩამოსაწევი სახელური აქვს. ამათ გააკეთეს, რომ ფიზიკურად ამის გადაწევით შეიძლება ფიზიკურად გახსნა შუაზე. ეხლა ამ წუთას მაგას არ გავაკეთებთ. არის სხვადასხვა ფორმებში, ფერებში, მაგრამ პრაქტიკულად ყველა გლოკის კლონია. ერთადერთი რომ ავიღოთ პატარა ცვლილებები, რა თქმა უნდა, არის, იქნება მაგველი, იქნება დროპი თუ სხვა ვარიანტი. ფირმა გირსანი, ფესვებს უკვე ხვდებით, საიდანაც არის, წარმოდგენილი აქვს აურაცხელი მოდელი პისტოლეტების, არის ასევე რა თქმა უნდა გლუვლიანებიც, მაგრამ მოდით დღეს ამ სტენდთან გავჩერდით პისტოლეტებზე, საერთო ტენდენცია რო გავიგოთ, რასთან გვაქვს შეხება. ესე იგი, ძირითადად ლიცენზიებს ვადა გასული გარკვეულ კლასიკურ მოდელებზე იქნება ეს 911 ბრაუნინგი, მაგალითად გლოკი, მესამე თაობის. შესაბამისად, ყველა შეუძლია გამოიყენოს იგივე ტექნოლოგია დამზადებისას და იგივე მაგალითად ბერეტაც ავიღოთ. ზღვა მოდელები არის ზუსტად მათი კლონები. მოდი გავუკვეთ ნახოთ, მაგალითად დავიწყოთ ესეთი მოდელით, ბერმა იცით. ვის ქონიათ შეხება ბერეტა 92-თან. ზედმეტი ოქროები და ბედნიერებები აქვს, მაგრამ თუ რაღაცა შეგიძლიათ ისე ამოვიდეთ. ფორმები როგორც ხვდებით არის აურაცხელი, კადრში ჩანდაწეღან, ხო? ძალიან ბევრნაირი არის, პრაქტიკულად უყოლა ბერეტა არის. ეს მაგალითად უკვე არის რაღაცა მინი 911-ის კლონი. High power ბრაუნინგის. იდეაში 911-ის ბრაუნინგისა, მაგრამ თუ გაისწროს ეს არის. საკმაოდ საინტერესო ფერის გადაწყვეტილება. ძალიან კარგი ფორმა აქვს.
აი ეს უკვე ისვრის. ამას შევამოწმოთ. ჩაკეტვაც აღარ ისვრის, გახსნა კი ბატონო ისვრის. ალბათ უფრო მოყვარულზეა ფერი, მაგრამ საკმაოდ საინტერესო დაფერვა აქვს გაკეთებული არის. მოკლედ თურქები ამ მხრივ ძალიან წინ არიან, აწარმოებენ ნებისმიერ მოდელს, ნებისმიერ ფორმას. ესეც რაღაც PPK-ის ვარიანტი. მაგალითად მისგინათ ოქროსგან დამზადებული ბრაუნინგ ჰაი პაუერის მაგალითად არა ეს უფრო კოლდს გავს 911-ს კი ნამდვილად 911-ია სულ ოქროსგან ну სინამდვილეში ხა გასაგებია დაფერვა უბრალოდ ოქროსფერით არაფერი ოქროსი აქ არ არის ჯამში სტენდი საკმაოდ დიდი არის მარტო პისტოლეტების ნაწილში რამხელა არის ხო ასევე შეგვიძლია გავიცნოთ ой, აქეთაც კიდე ყოფილა აგერ პატარა სტენდი, სადაც კიდევ არის პისტოლეტები და რა თქმა უნდა არის გლუვები. საერთოდ ახლა მე პატარა ჩანართს გავაკეთებ აქ რა ხდება თურქეთში. თურქეთში წლების მანძილზე ლიცენზიის მოპოვება იმისაც რომ წარმოებინათ გლუვულიანი იარაღი იყო ძალიან მარტივი მოსაპოვებლად და აწარმოებდნენ რა ვიცი, თითქმის ავტოფარეხში შეგეძლო გაკეთებინა. აი ზოგიერთ გინახიეთ ხოლმე ვიდეოები რომ ტიტული ფეხები და ხელებით რაღაცებს თლიან ხოლმე ხო ოღონდ პუშტუნების ვარიანტი. ამის მაგდონეზე შეეძლოთ წარმოება თურქეთში. კარგი ის იყო რომ ამან მისცა საშუალება თურქებს რომ ესწავლათ და გაერკვიათ როგორ გაეკეთებინათ ნელ-ნელა უკვე ხარისხიც აწიეს. რა თქმა უნდა შეიძლება არ ეწეოდნენ ახლა ვთქვათ იქ სახელოვან რაღაც ევროპულ წარმოებლებს, მაგრამ საკმაოდ კარგი ხარისხის იარაღს აწარმოებენ. რა თქმა უნდა წუნით არის შესაბამის ფასი სეგმენტი არის. სადღაც 5-6 წლის წინ მთავრობამ შეცვალა მიდგომა და უკვე ნებართვა დასთო ხლახმულიანის წარმოებაზეც. ამის გამო წამოვიდა ბუმი, იქნება ეს პისტოლეტები თუ შაშხანა თუ გინა ბოლტიანი, გინა ნახევარავტომატური. პლუს მთავრობამ გააკეთა ესეთი მიდგომა, რამდენითაც მე ვიცი. თუ თურქული ფირმა გაიტანს იარაღს საზღვრებს გარეთ და პირობითად ეს იარაღი თუ უჯდება მას $200 სახელმწიფო შედის 50%-იან თანადაფინანსებაში და შესაბამისად ამას საზღვარგარეთ მაღაზიას მიაწვდის სადღაც $100. $100 საწარმოს სახელმწიფო აუნაზღაურებს. ამან გამოიწვია დემპინგი ბაზარზე და დღეს პრაქტიკულად ეხა აქაც რასაც შემოვლით თურქების მიერ წარმოებული გლუვები განსაკუთრებით ხრახნულიანებს უკვე კატასტროფული რაოდენობით არის წარმოდგენილი, გადაჭიმული ყავს ბაზარი, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენთან იქნება საქართველოში, იქნება ევროპის ბაზარი თუ განსაკუთრებით ამერიკის ბაზარზე. მაგალითად ისეთი ფირმები როგორც არის კენიკი, თუ კანიკი, თუ განიკი, არ ვიცი აღარ ნახავთ მაგასაც. პრაქტიკულად დომინანტი არის იარაღებში, განსაკუთრებით მაგალითად აი გლოკის კლონებში, ხო? როდესაც გლოკი პირობითად ამერიკაში ისედაც ძვირი არ ღირს, სადღაც $500-600 პარაგებში თამაშობს, მაშინ როდესაც კანიკი შეგიძლიათ იყიდოთ სადღაც $150 ეკვივალენტში და პრაქტიკულად იგივეა. რა თქმა უნდა, გარკვეული დაშვებებით, რომ მაინც თურქულია და შეიძლება რაღაც ხარისხის კონტროლზე რაღაც მინიმუმი გაცდენები იყოს, მაგრამ არა გარანტირებულად რაღაც გრანდიოზული. ჯამში ეს ყველაფერი იძლევა სწორ მიმართულებას, რომ სახელმწიფო ვითარდება ამ სფეროში, ცდილობს ბაზარი მოიპოვოს და შესაბამისად დამოკიდებულება გააჩინოს. ნელ-ნელა ალბათ ეს პირობა შეიცვლება და მე ამის ფასიც აიწევს, მაგრამ ამასობაში ესენი უკვე მოასწრებენ პრინციპის დამუღამებას, ასე ვთქვათ, უფრო და უფრო ხარისხიანი იარაღს გამოუშვებენ და შესაბამისად მე უკვე ბაზარი ისეც დაკავებული აქვს, პირდაპირ შეჭამენ უბრალოდ დამოკიდებული ხალხი გინარგინა იძულებული იქნება უკვე ძვირიანი პროდუქციაც იყიდონ და შესაბამისად იჯდნენ ამ საწარმოს. გარკვეული თავისებური მიდგომა აქვს სახელმწიფოს. სამწუხაროდ ჩვენთან ასე არ არის. ხან AR-15-ების წარმოება ვითომ დაანონსდა, ხან რაღაც პისტოლეტების, იქ რაღაცას ერთ-ერთი ქარხანა ვითომ ცდილობდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩა. არაფერი არ არის, არც ვითარდება, არც წარმოება არ არის. სამწუხაროდ, მაგრამ რაც არის, არის. კრალის სტენდი გვახარებს ასევე ცეცხლსასროლი იარაღითაც. კა ეთქობა გახდა თავიანთი სიმბოლო 556 გასაგებია უკვე 556 კალიბრზეა საუბარი. მედი რაღაც კარგი იქნება, იმიტომ რომ ჩვენთან შემოტანილი 1-2 ვერსია მაქვს ნანახი. თუმცა აქ წარმოდგენის სტენდზე არც ერთი ის არ არის, რაც
ძირითადად არის ხოლმე. რა თქმა უნდა, პისტოლეტებიც, ახლა სადაც 9-0-იანი სუფრება მიიღეს, იქ უკვე პისტოლეტებიც არის. თქვენ მერკვევით. იერარქებში ეს ალბათ უკვე ამოცნობადი ვარიანტი ეს არის. სუფთა ასლი კვალი გლოკის. ესეც კი აღარაა გადაკეთებული. ერთადერთი გლოკისგან განსხვავებულს აკეთებენ ხოლმე ექსტრაქტორის ვინც, ანუ კლასიკურ გლოკს აქედან აქ გაყრილი. ისე იჭერს ხოლმე ექსტრაქტორს. აქ კი ღერძი ყოველთვის ზემოდან არის ხოლმე გახვეტილი თურქულ ვარიანტში. შესაბამისად თუ გავხსნით კლასიკური გლოკი გვაქვს. გარდა იმისა, რომ რაღაცა ეს შუაში მაცენტრირებელის ვარიანტია გაკეთებული. გაუმარჯოს გლოკს მესამე. შესაბამისად გაცილებით უფრო იაფით ჩდება. ხარისხზე ვერაფერს გეტყვით, რა თქმა უნდა. გაცილებით უფრო იაფი რო არის, რაღაცა შეიძლება ისეთი არ ქონდეს, როგორც გლოკსა აქვს. გლოკზე მაგალითად გასრულების რაოდენობა არის პრაქტიკულად შეიძლება ჩათვალოთ, რომ ლიმიტირებული არ არის. გინდა 300.000 გაისრულეთ, გინდა 400.000 აქ ვერ შეგვირდებით, რა თქმა უნდა გააჩნია თურქულ მასალას. შავი ვარიანტიც არის. არის ესეთი ვარიანტის პრაქტიკულად ყველა არის თავიდან ბოლომდე გლოკის ასლი კვალი. შეიძლება დაიშალოს კიდევათაც სინჯოთა რო თუ გამოვა. კი ბატონო, ზუსტად გლოკი არის თავიდან ბოლომდე. What's the price for this gun? Sorry? What is the price for this? 180. 108? $180. Real gun or air gun? Real. მოკლედ სუფთა გლოკია $180. ერთადერთი რესურსი დარჩა ლულის გასარკვევი. დანარჩენი პრაქტიკულად ასლი კვალია. რაც მესამე თაობა მორჩა ლიცენზია, იმის შემდეგ აი თურქები უშვებენ და უშვებენ ნებისმიერ ვარიანტს. ეხლა გამოვკითხე, ესე იგი დისტრიბუტორი საქართველოში ყავს ისედაც გასაგებია არის, ვიცი რომელიც არის დისტრიბუტორი, იმიტომ რომ იყიდება ის 5.56 ცენტები, შესაბამისად დანარჩენზეც ხელი მიწვდება. ეს იარაღები დისტრიბუტორისთვის ახლა ხდება სადღაც $150-180 გააჩნია მოდელს ფორმას და მინიმალური რაოდენობა ეს არის 40-50 ცალი. პრაქტიკულად გლოკს ყიდულობ კაპიკებში. ნუ ერთადერთი რა თქმა უნდა ისევ და ისევ რჩება განსაკუთრებული ვარიანტი. ეს არის ლულის ხარისხი. არ მგონი ახლა გლოკის კონკურენტი იყოს სრულყოფილად, მაგრამ აი რამდენის გასროლს აპირებთ ახლა მაგალითად გლოკში შეგვიძლია 300-400.000 გაისროლ. ნორმალურ გულაზე, როგორც წესი 9 მმ-ში ლიმიტი მიახლოებით 50-დან 100.000 გასროლამდეა. გაქვთ 50.000 ტყვის გასროლის საშუალება. ეს მიახლოებით ლარზე რო ითვალო, თითო ტყვია, თითო ლარი, გამოგივიდათ, რომ 50.000 ლარს ისვრით ერთი პისტოლეტიდან. $180. თუ ამდენი ფული გაქვთ ამუნიციაში გადასაგდებად, როგორმე მეორე პისტოლეტსაც იყიდეთ. კარგი, გადმოვიდეთ ახლა თქვათ აკას მოყვარულებისთვის. მესმის რომ ახლა აკა მანდამაც რუსული უნდა იყოს, ან ჩეხური, ან იუგოსლავური ასე თქვათ, მაგრამ აი თურქებიც დამოღამდნენ და უშვებენ AK-ს. კალიბრი კლასიკური 7.62-39-ზე. თავის ცეცხლმაქრით, არის ხის კონდახში, არის ტაქტიკური ვარიანტითაც. კარგი, ეს უკვე 12 კალიბრიანი AK. თუ იმას იყვართ ხოლმე მანდამაც აკადან სროლა. ეს რა თქმა უნდა AR-15-ის პლატფორმის 12 კალიბრიანი. ეს არ ვიცი რა არის, ამის თანაფორმები უფრო ბელგიური არის ხოლმე და რა თქმა უნდა ეს ჩემი ტერმინი იქნება, რა თქმა უნდა თან AK არის იდეაში. მაგრამ გარეგნული ფორმა ძირითადად გავს ბელგიურს, FN-ის ნაწარმს და მე ამის თანაფორმას როგორც წესი მკვდარი თევზის ფორმას ვეძახ ხოლმე, აი რაღაც სტავრიდას გავს რაღაც მაგონებს. თუმცა შიგნეულობა რა თქმა უნდა AK-ს არის.
საქართველოში არის იარაღი შემოტანილი. YouTube-ზე განხილვები ძდებს, ახლა ცალი ხელით გადატენა მიჭირს. ასე რომ მე მგონი ხვდებით, სადაც უნდა შეიძინოთ თუ ძალიან გინდათ ამ იარაღის შეძენა. როგორც კრალი თვითონ ამბობს, ეს მათი ახალი სერიაა, ციფრი 22 მიგვითითებს, რომ საუბარია 22 კალიბრზე და აქ არის წარმოდგენილი 3 მოდელი. შასის მაგვარი ფორმა აქვს გაკეთებული, ეს აშკარად ნახევარ ავტომატია. ეს კი ერთ-ერთი სუპერ-პუპერ მოდელი მათი ხაზიდან K22. გარკვეული თავისებურებები აქვს, წენა ხელში მეჭირა და ეხლა შევეცდებით თქვენს გაჩვენოთ რა განსაკუთრებული ჩანაფიქრი აქვს. რამდენად პრაქტიკულია ეს მე რა თქვენ განსაზღვრით, კარგი? მოდი განვიხილოთ ეს K22, ასე ვთქვათ, ტოპ ვერსია. ცოტა უცნაურობები აქვს, დანარჩენი თქვენ თქვენ შეაფასებთ რამდენად მართებული არა. ბაცტოკი ძალიან კარგი რეზინა არის. კონდახი რაღაც შასის ვარიანტი გვაქვს გაკეთებული, ხო აქ რა თქმა უნდა ცველიც და არის ცოტა უცნაური ბოლტის სისტემა. ყველამ იცით მაგალითად ეს საკეტი, რომ კეტავს სასხლეთს, უკაცრავად ბოლტს და მისი დაჭერით შეგიძლიათ ბოლტი გამოიღოთ, მაგრამ აქ რეალიზებულია ცოტა სხვა სისტემა. თუ ბოლტს ამოვწევ და გადავწევ, შემდეგ ბოლტი ბოლომდე გამოდის გარეთ. პრინციპი ვერ გავიგე მართალი გითხრათ, ისევე ვერ გავიგე როგორც ამის ჩაკეტვა, როგორ მუშაობს. თუ ეხლა ვაწვევ მაგალითად ბოლტი არ იკეტება. ნახევარ პოზიციაში რომ ამოვწევ, მაშინ ბოლტი ჩაკეტილია, მაგრამ საკმარისია ისევ ჩავკეტო ძირშავწია ბოლტი და შემდეგ გამოვწია, ისევ გარეთ გამოვიდა. მართალი გითხრათ ვერ გავიგე ამის მუშაობის პრინციპი. ცოტა ამოუცნობი ვარიანტია. იმედია დაზიანებულია და არ არის ეს ასე თქვა თავისი ფიჩა ჩაყოლებული. მოდით სასხლეთზე ცველზე გადავხტოთ და ისევ სინჯოთ, არა, მაინც ზურება. თავისებური ვარიანტი. ესეც ნახევარ ავტომატი. საკმაოდ მსუბუქი საბავშვო სათამაშოს გავს. ბავშვობაში 22 კალიბრი მიმაჩნდა ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულად, ყოველთვის მინდოდა ხოლმე რა. დღეს რო უყურებ ძალიან სათამაშო ვერსიებია გამოსული. მთელი კოლოფიც რო აიღოთ, პრაქტიკულად დააკვირდით, სუნთლიანად გაკეთებულია პლასტიკატისგან. ერთადერთი მარტო აი ბოლტი არის მოძრავი პლასმასში რკინის, თავისთავად გულად რკინის არის, დანარჩენი სულ პრაქტიკულად სათამაშო პლასმასისგან არის გაკეთებული. ნახოთ ერთი ჭიდის გამოღებაც. მე მგონი რაღაც Ruger 1022-ის ვარიანტია ჭიდი. მოდით ატა არმის სტენდზე. ატიკოს ახლა ძალიან ბევრი არაფერი განსაკუთრებული აღარ აქვს, უკვე ტორკო არის ძირითადი, გენ 2 ძირითადად. სიახლებიდან ახლა იდეაში შედარებით სიახლე იყო 2. წელს არ აღვგონთ. შარშან წინ თუ არა ვთქვი. ეს მოდელი და აი ეს ზედა 2 მოდელი. მინდა გითხრათ, რომ აი ეს მოდელი მე მაქვს პირადად. რა თქმა უნდა, ახლა ეს არ არის custom made და რაღაც ზეციურ სიზუსტეს აუზრუნველყოფს, მაგრამ 500 მეტრზე სადღაც 0.6 მოაში ვზივარ ამით. დაუჯერებელი არის, რომ კი მესმის, რომ ნაგავი, ისა, ესა, თურქული ხარისხი რაღაც, მაგრამ ან მე შემხვდა გადასარევი ეგზემპლარი, ვერ ვიტყვი ხოლმე გადასარევი მსროლელი ვარ და ჩემზე მაგარი ერთად ზედამწაზე, არა, ეს ზღაპარია, მე თვითონ მაგას ხვდები ხა ეგეთ სისულელეს ვერ ვიტყვი, მაგრამ აი ეს თოფი მაძლევს საშუალებას, ეგეთი რაღაცები გავაკეთო. 168 და 175 გრეინიანი ტყვიებით, რა თქმა უნდა, ხა 157 და 150-ით უბრალოდ ვისვრი ხოლმე ვერთობი ჩემთვის თორე. რა თქმა უნდა, ხა ბოლტი მე რო თხოვ ხოლმე რომ არ გაეჭედოს, რომ ეგეთი არ არის. ეჭედება კიდევაც, აი, მაგალითად. მაგრამ საერთო ჯამში რო გავითვალისწინოთ, რომ კაპიკები დამეჯდა ამის შეძენა, თავის საქმეს 5-იანზე ზემოთ აკეთებს. კარგი, ესენი უკვე თხელილუებთან და უფრო სანადირო ვარიანტია და რა თქმა უნდა არის, ერთ-ერთი კარგი მოდელი იყო აი ეს. იმიტომ რომ მოდის 3 ლულით
წესით. აქვს საშუალება შეიცვალოს თქვა ეს მაგველი. შესაბამისად დგება სხვადასხვა კალიბრზე და როგორც წესი მოდის 3 კალიბრში. ძირითადად ეს არის 308 და მე ალტერნატიულად მიდის ან თქვა 300 ვინმაგი, 6.5 და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. სხვადასხვა კალიბრები. 338 კალიბრზეც არის რამდენადაც ვიცი ეს. გარკვეულწილად საინტერესო იარაღია, მაგრამ მასიურია და მე გამიგია რატომ გჭირდებოდეს აი 3 დიდი კალიბრი ერთ თოფში. მით უმეტეს აი 338 რო ავიღოთ ჩვენთან ახლა თითო ტყვის ფასი გამოდის რაღაც 19-20 ლარი. რამდენს გაისვრით, არ ვიცი, ახლა რაღაც სიამონება ხო გინდა კაც მიიღო, არა სიტყვას თქვა 300-ში დადგები და თუნდაც ხარისხიანი ტყვია რო იყოს, პირობითად სადღაც 1-6-7 ლარში იშოვი. ძალიან ხა ზედმეტად თუ არ აქვს მაღაზიას და გამყიდველს ფასი აწეული, თორე ისე სტანდარტული თქვა ტყვები შეიძლება 3.5-4 ლარათაც იშოვო და ნუ უბრალოდ ჟინი მოიკლა გასოვლის, მაგრამ აი 338-ს რა უნდა უკნა? უპირობებში წესი და ვითომ ჩვენთან დაშვებულია რელოდინგი და ამასობაში არანაირი კომპონენტი არ არის. აი ცოტა კითხვის ნიშნის ქვეშ არის. და აი თუ დააკვირდებით, ნახეთ. ჩაკეტვისას შემდეგ აკყავს ეს უკვე საბრძოლო პოზიციაში და ამის გამო არის ჩაკეტვა ძნელი. სამაგერ ძალიან იოლია, აი რო აწევთ, ნახეთ თვითონ გარბის უკან ბოლტი. ეს თავისებურება აქვს. კარგი, ეს იყო ატა arms-ი. წავიდით შემდეგს. ესეც Danfoglio, თუ არ ვცდები იტალიური კომპანია არის. წარმოდგენილი აქვს თავისი დიზაინის პისტოლეტები, პოლიმერი ჩარჩოთი. ну, გარდა პისტოლეტებისა იქ მაგალითად AR-15-ის პლატფორმაც ჩანს, მაგრამ მე პირველია წარმოვიდგინე რამე განსაკუთრებული აღფრთოვანება ვერ ვიგზენი ხელში დავიჭირე. რაღაცა ისეთი არ არის, რომ აი რაღაცა კარგი არის. პლუს ძალიან დამაფიქრა მაგალითად ესე ფასმა, რატომ უნდა მიცე ამისთან აი იარაღში 750 евро. ცოტა დამაფიქრებელი. გადავტენოთ ერთი. ну, ცოტა არ იყოს მაგალითად თურქული გლოკის კლონები გაცილებით უფრო მაგრევად გამოიყურება და უფრო მსუბუქად და იოლად მუშაობს ვიდრე ესენი. ეს უფრო მძიმე არის თან. წონა ვნახოთ. კილო 150. დღევანდელ დღეს მთლიან რკინის ჩარჩო რამდენად ტექნიკურად გამართლებული ეს მე ვსაკითხია. ფასი კი იარაღის არის 1219 евро. მძიმე და ძვირი ნაწარმოები. ესეც სხვადასხვა ტექნიკური ტუნინგის საშუალებები იქნება მაგველი და შესაბამისად თქვა სახელურები. ნახოთ ამათი არკებიც რამე განსაკუთრებული თუ გამოირჩევა, იმიტომ რომ აერები ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი წამოვიდა, უშვებს პრაქტიკულად ყველა ვისაც არ ეზარება და ძალიან ხშირად არაფერი განსაკუთრებული არ არის ხოლმე, როგორც ეს. ნახოთ აბა ამათი როგორ რა გამოიყურება. სუბუქია. ეს არ ვიცი ხა დეფოლტად მოყვებოდ ცალკე არის დაყენებული, მაგრამ რაც უცნაური გადატანის სისტემა აქვს. კარგი, აი უხეში შეფასებით ეხლა რა ვთქვათ, განსაკუთრებულ ტუნინგს ლულის მხრივ ვერ ხედავ, თუმცა აქვს რეგულირებადი გასპორტი, ეს უკვე კარგი არის. სუბუქია კატასტროფულად თხელი ფორმატია, თავიდან ლამის შტამპირებული ფილა მეგონა, მაგრამ არა ალუმინია, კლასიკურად უნდა იყოს. ცოტა უცნაურობები აქვს ორმხრივი მართვა, გინდა მცველის, გინდა ჭიდის. მაგრამ აქ უცნაური გადატანის ეს სისტემა ვერ გავიგე რას ემსახურება. უკანა პოზიციაში გასაჩერებელი ღილაკი ვერ ვნახე სამწუხაროდ. არა. ჭიდის შემთხვევაში რა თქმა უნდა იმედია გაჩერდება. სხვა შემთხვევაში ალბათ თავისით არ გაჩერდება. რაც მთავარია ამ ბედნიერების ფასი. ფასი არის 2769 евро. ცოტა არ იყოს მეძვირება. არ ვიცი მე ხა ამ ფირმის პროდუქციასთან
არ მქონია შეხება და შეიძლება ვწდები და რაღაც განსაკუთრებულად კარგი წარმოება აქვს, მაგრამ პირველადი შეფასებით თითქმის 2700 евро იარაღში, რომელიც რაღაც განსაკუთრებულით არ გამოირჩევა, ცოტა არ იყოს მეძვირა. ასე იგი, ორი განსხვავებული იარაღი ჩანს, ერთი არის აი ეს 22 კალიბრში, 22 LR. ნუ გასაგებია უკვე დიზაინიდან ეს ნახევარ ავტომატია. ცოტა არ იყოს რაღაც უცნაურებადი აქვს. დაშვების სისტემა საკმაოდ უცნაურია ეს. რაცა გავუგებარ დეტალი და დაუშვა. თუმცა კატასტროფულად მსუბუქი არის. 2 კილო და 200 ეს დიზაინი. გარკვეულწილად შთამბეჭდავი არის წონის მხრივ. საინტერესო შედარებით არის აი ეს მოდელი, რომელსაც აქვს ეს სახელური, რომელიც შეიძლება დაიკეცოს. აქვს ეს გადატენის მექანიზმი, აი ესეთი ვარიანტი. და აქვს დაკეცვის სისტემა, ეს რკინა უნდა დავწიოთ ამ შემთხვევაში და შეგიძლიათ დაგეცოთ. ცოტა არ იყოს მოუხერხებელი იარაღი არის, მაგრამ რაღაც თავისებური აქვს. ეს ძალიან სქელი ეს ნაწილი და მე მგონი მაგის გამო ესეც რაღაც ვერ არის. ძალიან სპეციფიკური მოთხოვნების შემთხვევაში შეიძლება გამოგადეს ადამიანს. აქ შემოსასვლელში ვიცი რა არის. ტოკარევ USA, ამაზე გადავიღებ ახლა პატარა ჩანართს. ნუ ცოტა უცნაური კი არის ახლა რომ რუსული ტოკარევი, უпростоრეთ საბჭოთა ტოკარევს ხედავ აქ დაწერია USA. ახლა ნახოთ თვითონ პროდუქცია როგორ გამოიყურება, რა გვაქვს აქ წარმოდგენილი. რა თქმა უნდა კლასიკური საყვარელი ტოკარევი. ნებისმიერ Not yet. როგორც ხედავთ, კლასიკური საყვარელი ტოკარევი. ბევრს ახლა მიუღებელი, მაგრამ სინამდვილეში ახლა ეს იდეაში ვავიღოთ ბრაუნინგის 911 არის გადაკეთებული, რა თქმა უნდა მორგებულია საბჭოთა წარმოებაზე, საბჭოთა რეალობაზე. თორე ძირითადი პრინციპი იგივეა შენარჩუნებული. ნუ რა თქმა უნდა ახლა პატარა აგავორკები და გადაკეთეთ. ორიგინალური იდეა აქ რაღაც თავისებური არ არის, გარდა იმისა, რომ კალიბრზე იქნა ადაპტაცია გაკეთებული. ასე რომ დიდი ვარაუდით უფრო კაი იქნება ჭკენორი თუ იყიდით 911. თუმცა 911 გაცილებით უფრო დიდი და მოუხერხებელია ტოკარევთან შედარებით, რა თქმა უნდა. ტეტე მაინც თავისებურ ნიშას, ასე ვთქვათ, იჭერს. თუმცა მეორე მსოფლიო ომის მერე პრაქტიკულად გამოყენება ვერ პოვა. პრობლემა იყო კალიბრი. Sorry, can you tell me what's the caliber? These are all in 9x19. 9 parabellum? 9mm, yes. We are doing a 7.62 by 25. Yeah, it's original. It's right. But the largest market is the U.S. Yeah, I know. That ammo is very expensive if you can find it. But it is a 1-to-1 clone, so all the parts are interchangeable with the original guns. We just had to add a thumb safety, so it still even has the slide hammer lock on the quarter card. Yeah, I feel it here. Excellent. Thanks. Thank you. ანუ როგორც გაირკვა ხა ეს ყველა წარმოდგენილი ვერსია არის 919, იგივე პარაბელუმი, იგივე ნუგერი, როგორც კიდეც დაარქვით. შესაბამისად, ცხოვრება მოიტანა და გინარგინა ადაპტაციას დაგჭირდა 919-ზე. თუმცა კი, გვაქვს ხა 7.62-ზე უშვებთო, მაგრამ ნუ ამერიკის ბაზარი ყველაზე დიდია და შესაბამისად ამერიკაზე აქვს ხა ამათ ორიენტაცია ბოლო-ბოლო ტოკარე USA ქვია ხო, შესაბამისად ამერიკაზე არიან ორიენტირებული და ნუ გასაგებია რომ 919 იქ რა ვიცი როგორც ბასეინში წყალი ისეყრია, შესაბამისად 7.62 არც იშვება პრაქტიკულად თუ იშოვით კიდე ცალკე ვარიანტია. რა თქმა უნდა ხა ტოკარევის გარდა, რა თქმა უნდა ტოკარევი აქვს ოხრად არის, ბევრი არის, ყველანაირი მოდელი, ფერი, არ ვიცი, ცისფერი ტოკარევი არავის გინდათ მე. რა თქმა უნდა გარდა ტოკარევისა, ხამეთ პროდუქცია სხვაც აქვს, მარტო ერთ თოფზე ხო არ იქნებიან. მაგალითად არის აი ესეთი რაღაც ბარაბნიანი შტუცერ გაუგებრობა. არ ვიცი, ხო ნახავ ერთი ნახოთ აქ რებია წერია პარამეტრების ვარიანტში ამას. 357 კალიბრზე არის. ოკეი. სამწუხაროდ დაბმული ალბათ ხელში ვერ ავიღებთ.
ნახოთ, შევეცადოთ რა გამოვა. კარგი, ეს იყო ტოკარევი. ესეთი ამერიკელი ბიძია ტოკარევის სიარაღით. ტოკარეv USA. იყიდეთ ამერიკული ჯღანი რუსული ფესვებით. მოკლედ იმის გამო რომ გარკვეული იარაღებს უკვე პატენტები გავავიდა განსაკუთრებით მესამე თაობის გლოკს არ აქვს მნიშვნელობას მანავის გლოკი იქნება შეიძლება იყოს მაგალითად 911 კლასიკური ხო რომელსაც ასე პატენტის ვადა გასული აქვს ეს რაოდენობით არის წარმოდგენილი ყოველი მეორე მწარმოებლისგან ერთი მხრივ ეს ძალიან კარგია იმიტომ რომ არ არის აუცილებელი მანდამაინც ძვირიანი მოდელი იყიდო თუ ფინანსები არ აქვს მაგალითად იგივე გლოკი როა იყო ხა რამდენიმე ნახეთ ხო იქ კრალი იყო კანიკი იყო რომლის ფასიც ძალიან სასაცილოა მაგალითად ხა ეს კონკრეტული მოდელი არის ზუსტი ასლი კვალი მესამე თაობის გლოკის მაგალითად ესეც რო გავხსნათ აი ლუგის ჩამკეტით ზუსტად იგივენაირადაა რეალიზებული გამხსნელი ჩამკეტი ვთქვათ დაშვებაც ექსტრაქტორიც და რაც თავარია სლაიდერის მომხსნელიც ეხლა გამოვკრათ, პატარას დავიჭრეთ, ჩავხსნათ და ნახოთ თუ გაიხსნა. კი ბატონო. ზუსტი ასლი კვალია გლოკის. შესაბამისად რატომ უნდა გადაიხადო ძვირი? თუ ფინანსები არ აქვს, შეიძლება იქნება ესეთი ვარიანტი და იქნება ბედნიერი გახარებული. ნუ შეიძლება ისევ და ისევ. რესურსი ლულას იმხელა არ ქონდეს, მაგრამ დანარჩენში პრაქტიკულად იგივე არის. ყოველ შემთხვევაში aftermarket ნაწილები გლოკისთვისაც იყიდება ოხრად. ბოლო-ბოლო შეგდენ მთლიანი იარაღი იყიდე aftermarket ნაწილების ფასში. ახლა ჩვენთან უკვე დიდი ხანია ყველა მიცის. ეს ესკორტები. საინტერესოა რამე ახალი თუ აქვს წარმოადგენილი. აი, ერთ-ერთი საინტერესო ეგზემპლარი. დერია. საქართველოში უკვე ამათი პროდუქცია წარმოდგენილი არაერთხელ. შარშან აი გლულულებზე კარგად გავერთე. წელს ამებს ხელს არ მოვგიდებ, შარშან ორი ცალი გავაფუჭე. ან გაფუჭებული იყო და მე შემჩა რომ გავაფუჭე, ასე რომ წელს თავს ავარიდებ ამებს. Besser wurde es also so gelegt worden. 22-ები. ესეც 22. ამ ბოლო დროს მე რასაც უყურებ, ხოთაი ესეც რო ავიღოთ. 22 ძალიან უდიერად ექცევია. სულ პლასმასისგან არის დამზადებული ყველა იარაღი. ისეთ შთაბეჭდილება რჩება, რომ ბავშვის სათამაშო არის 22. არანაირ სერიოზულ მიდგომას თითქოს და არ საჭიროებს. აი ესეც თავიდან ბოლომდე სულ პლასმასისაა. მარტო ლულა, სახელური და ჩამკეტი არის რკინის. ესეც კი პლასტიკატია. კარგი. რა შეიძლება კიდევ ნახო. Так, ისევ და ისევ 22-ები. ეს არ ვიცი, ალბათ ბარტ სიმფსონის იარაღია, ხო? ესეთი იარაღები ავტომატს არ უხდება ჩემი გადასახედან ესეთი მოგონული ფორმის ჭიდები. არდა სხვანაირად არც გამოდის. Ringfire-ში როგორ გინდა სხვანაირი ჭიდი გააკეთო.
მოკლედ საყვარელ აერის პლატფორმას ადაპტენიან. ну, აქაც ისევ რა თქმა უნდა, ჯერ კიდე არ გამოსაგდები, ისე სხვანაირად ეს არ იმოძრაებს. ნახევარ ავტომატი სხვანაირად არ იმუშავებს. არც არ მისინჯე ის სხვათა შორის 22-ში ნახევარ ავტომატური ცეცხლი, აერის ვარიანტში. ვინც ისვრით ხოლმე, რამდენად ამართებს ერთ საინტერესოა. ჩვენ გვჭირდება ეს სტენდი. მივიდოდ ამ იარაღის ყიდვა. თბილისში იყო ჩამოტანილი, ერთ-ერთ მაღაზიას ჰქონდა ჩამოტანილი. ვერ მიუსწავლე. ჩემ და სამწუხაროდ. და ბევრი აქებდა თითქოს რაღაც უარზე არ იყვნენ, რაღაც გაფუჭებული აფერი არ ქონდათ თითქოს. ფუნქციონალში და ვიზუალში ლოგიკა კაი უნდა იყოს, მაგრამ ეს ნამეტანი გრძელია, ხომ თუ მკითხავთ. ესეც კაია, მაგრამ უკვე ცოტა საინტერესოა. იდეაში 55 სანტიმეტრზე მეტი კი გამოა მაინც. ჩავждებით კანონმდებლობაში. კაი რაღაცა. აი ეს რო აღარ შემხვდა, მე ვიყიდე უკვე სხვა გზა არ მქონდა კელტეკი. არა თავიდან ასეთი ყიდვა მინდოდა. ჩვენთან სამწუხაროდ არასდროს შემო აი ეს მოდელი. მე რამდენადაც ვიცი, იმიტომ რომ ეს უბრალოდ დამატებაა და სინამდვილეში მილითავდება აი აქ, სადაც მოძრაობს ეს შიგნეულობა, შევეცდები გაჩვენოთ. ну კლასიკურად რა ბაფერი არის ასე ვთქვათ აქ. და შესაბამისად ეს რომ მოძრება, იარაღის ზომა აიღება აქედან. მე მგონი 55 სანტიმეტრზე მეტი მაინც იქნება წესით. თუ ეგრე იქნება, მაშინ კი ჩაეტევა ჩვენ კანონმდებლობის სტანდარტებში. ნახოთ. აი, მოკლე ესეთ ვარიანტში გამოიყურება. და. 9 მმ-ის ერთ-ერთი კაი მოდელი არის. უბრალოდ ეს ნამეტანი ზედმეტია მე მგონი. ესეც დიდია, აი ეს და ეს უკვე კაი ზომა არის. რა ვიცი, თუ რამე რეკლამასავით გამოდის, მაგრამ შეგიძლიათ იყიდოთ, კარგი გასართობია დამიჯერეთ. აღარ მინდა ლაპარაკი, ხვდებით რისიკლონია. რატო არ იჭრს? მედი არ დაიშოვა თავის. ესეც კი იგივე აქვს, მოდება დაუშვათ და სინჯოთ ესეც თუ გაიხსნება. თუმცა ის ზამბარა სხვათა შორის ძალიან უხეში აქვს. კი. გამარჯობა, გლოკო, აი, ჩვეულებრივი გლოკი გვაქვს ხელში. Scharf ihn, machst du es an Moment? ეს პატარა საინტერესო ფაქტი. ხო ხედავთ, აქ ნებისმიერი იარაღის აღება შემიძლია და გახსნათ შეიძლება, ხო იდეაში. გამოიწიეთ, გავხსენით, გამოვიდა. ამის გაკეთება არ შეიძლება რატომღაც გლოკის სტენდზე. ყველა ქონდათ დაბლოკილი და მჭიდებიც ისეთი ქონდათ გამოყენებული, რომ მაგალითად იმას რო ამოძრავებდი, მჭიდის დროს ხო ეს ავტომატურად ნაწიოს და დაიჭერს. ამასაც არ აკეთებდა ხოლმე. შარშან მაღაზი კურიოზი მომივიდა, ვერაფრით ვერ გავაჩერებინე ავტო გაჩერებაზე, მაშინ როდესაც მჭიდი ეკეთა იარაღს, კონსულტანტიც მოვიყვანე, იმანაც ვერ მოტვინა რა ხდებოდა. მე ინჟინერი მოიყვანეს და ინჟინერმა თქვა, რომ იცი რა, ბანძი მჭიდები გვაქვს სპეციალურად გაკეთებული, ესეც დაბლოკილია და მაგის გამო არის, რომ რაღაც ფუნქციონალი არ მუშაობს. გამოფენაზე მოიტანა იარაღი, რომელიც თავის ფუნქციას არ ატარებს. უცნაური. And Springfield as well. So the plastic pistols are always like the optics ready versions are always. ისე. ეს კომპაქტურია, ხელია. With the island.
მიცანით. პირობა ყოველთვის ერთ იგივეა. ლიცენზია სვადა გავუვიდა, შეგიძლიათ ამათ გამოუშვა. რითაც ყველას არგებობს. კარგი, გადავდივართ ახლა 3C პავილიონში. ეს ყველაზე დიდი პავილიონია. არა მოცულობით, არამედ იმით, რომ ყველაზე ცნობილი ბრენდები აქ არის. Savage გამოჩნდა მაგალითად აიგერ. აიგერ არის მარლინი, Springfield Armory, Rugeri და ამ შემდეგ გაშენა. აი იქით მაგალითად ჩანშოს Browning-ი. ყველა გამოცდილი ფირმები არიან, ნახოთ აქ რა იქნება და როგორ იქნება. Gen 6. წელს Glock-ს დიდი თავგადასავლები ჰქონდა. წლის ბოლოსთვის უკვე დაიწყეს რაღაცა ხლაფორთი და გამოდიოდა რაღაც Glock V. შემდეგ რაღაცა გადაკეთდა, კიდე რაღაცა, ისე ასე და ბოლოს ბუნება მშვა, როგორც იქნა Glock Gen 6. აი ეგ არის ეს ბედნიერებები. ნახოთ ახლა ჩვენც მოთვალწერია მე-6 გენერაცია ამ ლამაზმას. ეს Gen 5 ყოფილა, გვატყუებენ. ესეც მე-5. ესეც მე-5. სადა ყავს მე-6 სანახებო. სადა ყავს მე-6 Glock-ი. ჩვენ ვითხოვთ მე-6-ს, არა გვაქვს. აბა აქეთ ნახოთ ცალკე გამოყოფილში ხომ არ არის გადმოტანილი. Yes. აი ისიც მე-6 Glock-ი. აბა ნახოთ წარწერები, დავამოწმოთ. Gen 6. ზუსტად ეგ არის, რაც ჩვენ გვინდათ. როგორც ვიქნა ვიპოვეთ მე-6 თაობის Glock-ი, ეს 19 არის, მე-19. განსხვავება ხა შაშანდელიდან გამომდინარე. არა თვითონ გენერაციაზე, არამედ გამოფენაზე. თუ დაგვირდებთ ახლა მე ეს რო გადავტენო, აი სასხლიდან ხელი აღებული მაქვს, უკანა პოზიციაში დგება, როგორც საჭიროა. დავუშვათ ერთ წუთი და გამოვიღოთ მჭიდი. მჭიდი მოძრაობს და ყველაფერი წარმატებით მუშაობს. შაშან მე შემთხვევა ამათ სტენდზე ალბათ იმის შემდეგ შეცვალეს ეს სიტუაცია. ეხლა ვერ დავიბრალებ, რომ გინდა თუ რაღაც პროგრესის მამოძრავებელი ვარ მაგ, მაგრამ ნახეთ რა მოხდა. წინა წლებში სადღაც 3-4 წელი ყოველთვის Glock-ს ჰქონდა ხოლმე წარმოდგენილი Glock-ები, რომელშიც მჭიდი იყო ხოლმე გაჭედილი და არ მოძრაობდა. შედეგად ეს გაჭედილი მჭიდი, არ ვიცი ახლა რა მუღამი იყო, რომ არ ვიცი, ვინმე მოიპარავდა თუ აი რომც მოეპარა რა დააკლდებოდა Glock-ს ამით. ამ შემთხვევაში ეს მჭიდი თუ არ იყო ორიგინალი და გაჭედილი იყო ცოტა ქვედა პოზიციაში, არ აწვევებოდა შესაბამისად ამ კბილს და როდესაც გადაწევდი, უკანა პოზიციაში არ დგებოდა. შესაბამისად შაშან ვაპირებდი რაღაც მეგობრების ვიდეოს გადაღებას, ვიღებ და აი რამდენიც არ ვეჩალიჩე, პირობითად რო ვთქვა, ეხლა მას ხილი დავწევ, რამდენი გადავწევ, იმდენი არ გაჩერდა. მოვიყრე კონსულტანტი, მეთქი ამიხსენი რა ხდება, რა არის ეს რაღაც გაფუჭებულია. ეჩალიჩა თვითონ ვთქვა, გამოყრული არა გაქო ჯერო ისე არ გაჩერდებაო, ისე ასე ხამჭიდი გამოიყო რაღაც არ გამოვიდა. დაუძახა ინჟინერს. ინჟინერი მოვიდა ინჟინერმა ციჩალიჩა და მე ვიხდა, უიო კაცო, ესო ხო ისე გაჭედილი გვაქვს ხო სპეციალურად რა ხახმა არ გამოიყენოსო ეს მჭიდიო. ამის გამო ეს არ მუშაობა. Western nещастный. Glock-თან მოვხდით რომელიც პრაქტიკულად უკრავი იერარქია. Wenn du jetzt zurückziehst, bleibst du offen. Das Problem ist, dass unsere Magazine nicht funktionstüchtig sind, das sind alles Sperren drin. Das heißt, es kann sein, dass die halt jetzt nicht offen bleibt
weil das Magazin nicht funktioniert. Das ist auch nur so ein Dummy-Magazin. Understand. Oh, sorry, English. No problem. There are no It's live understandable. ეხლა მეგონა რომ იყო მაგალითად შეცდომა გლოკს რომელიც ბაგი იპოვა ეგონა. დავია რა. აგზე დავატირე და ეხლა მოდის სიტყვაზე ჭირი არის ცარიელი წესით ხო? უკანა პოზიციაში როდესაც გადავიდა უნდა დადგეს მცველზე. ეს უკანა პოზიციაში უნდა გაჩერდეს. ჩემფეხები არ ჩერდება რა. გამოკარდა მერეო. აჰა გამოკარდა. მაინც არ ჩერდება. როგორც იქნა ტექნიკოსი მოიყვანა. რო საბოიმა არა ფუნქციონერი არისო რა. ანუ არ მოძრაობს და შესაძლოა ბოლომდე რაღაც რა. ამოსული არ არის ბოლომდე რომ შესაძლოა ეს გააჩეროს. ხელით თუ მიოცეკი უკვე გააჩერა რა. ხდება. მაგრამ მაინც აგრეგატორი ვარ შეცდომები ფაქტია. ეხლა ჩემნაირ დეგენერატის შენიშვნა და სიტუაცია ჭირდებოდა იმისათვის რომ შენებინათ რომ მუშა გლოკი გაგძალით გაფუჭებული და არ ფუნქციონირებს, ну რა ვიცი რა მუღამი ქონდა ხო, მაგრამ ფაქტი მოხდა ესეთი. კარგი, ეხლა რა შეეხება ამ 6 გლოკს. რამე განსაკუთრებული ეხლა ისეთი სუპერ-პუპერ რედიზაინი აქ როგორც ესეთი არ მოხდა რა. ძირითადი პრობლემები რა იყო? გენ 5 რაც გამოვიდა უკვე სიტყვაზე და რაც მუშაობდა. გლოკ შექმნა პრობლემები ძირითადად იურიდიული საკითხის. ეს იყო ამერიკის ბაზარზე დამოკიდებული იმაზე, რომ როგორც წესი უჩიოდნენ ხოლმე გადაკეთების ვარიანტს. ანუ გლოკი იმდენად წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, რომ აქ უკან უყენებდნენ ხოლმე 3D პრინტერზე დაბეჭდილ რაღაც მოწყობილობას, რომლის მეშვეობით შეგეძლოს გადაგერთო და ამ შემთხვევაში თითო დაჭერაზე, თითო სპიას კი არის, რომ დანამედ ერთ დაჭერაზე მთლიან ჭიც ცლიდა ხოლმე. These are called conversion switches or autoseers. They are small, simple devices that can change handguns into illegal machine guns. And in the past 6 months, we know federal investigators say they've seen an explosion of them on the streets of North Texas. Turning it on fully auto. ნანახი მაქვს ვიდეოები ამის შესახებ. მე ვერ ხვდები რა кайფი ამაში, იმიტომ რომ თოფი კატასტროფულად დახტის ხელში და ალბათ აი პროსტა უბრალოდ თესავ ტყვიებს. სამიზნესში გარტყმაზე იქ არანაირი სურვილი საუბარი არ არის, მაგრამ ნუ არის ადამიანი და უყვარს ასე თქვა ისურს. ამის გამო ქონდა ძალიან ბევრი იურიდიული საჩივრები, ზოგიერთ შტატში და აკრძალვაზეც მივიდა საქმე, რომ თითქოს უნდა აეკრძალოთ გლოკი. ამისათვის ჯერ გამოიგონეს რომ გლოკ-V პლატფორმა, იმისათვის რომ უკან სპეციალურად სლაიდერში დამატებული კბილები არ ამჯერავს, რომ მე ამის დაშლა შევძლებ, იმიტომ რომ გლოკს როგორც წესი რაღაც შეზღუდვები აქვს ხოლმე, რომლის გამოც აქ ფიზიკურად დაშლა შეუძლებელი იქნება. გამოვყარათ, აი ნახოთ. არა, იქ ჩაკეტილი ეს ფიზიკურად ეს კბილები არ მუშაობს. შესაბამისად, ეს რომ ამოატრეულთ აქ ქვემოთ ახლა მე-6 გენერაციაში დაამატეს 2 ცალი სლაიდერის კბილი, რომელიც ხელს უშლის აი მოწყობილობას, რომ აქ უკან დააკვანდეს. პლუს ეს უკანა ფორმატ შეიცვალა. ზუსტად ამის გამო, რომ თავი აერიდებოდა. სასაცილო სიტუაცია იცით რა მოხდა? ია? როგორც გოგონას უნდა გლოკის გადაღება. ჯამში კურიოზული სიტუაცია იცით რა არის, რომ აი ეს ყველაფერი გააკეთეს, ჯერ გლოკ-V ხელში არავის არ აჭერინებდა. უბრალოდ 1-2 სურათი გამოიპარა და ხალხმა უკვე მოახერხა და იმ ფორმისთვის გამზადა ეს ავტომატურ ცეცხლზე გადამყვანი სისტემა. გამოვიდა გლოკ-6 და აღმოჩნდა, რომ ზუსტად მე-5-ზე რაც მიდიოდა სტანდარტულად, იმის გაკეთება შეგვიძლია უბრალოდ ამ სლაიდერს იღებენ და იქ ქვემოთ რაც აქ ის მიმართველი ზედმეტი 2 ცალი რელსივით, რომელიც ხელს უშლის თქვა ჩაყენებას, იმას უბრალოდ თლიან და ისე ვიღებენ მე-6-ს. ჯამში ტექნიკურად იურიდიულად გაექცა თქვა რაღაცა დონეზე, მაგრამ პრაქტიკულად შინაარსი იგივე დარჩა. ნებისმიერ ვარიანტში გლოკი იყო, გლოკი არის და გლოკი სავარაუდოდ კაი ხანს იქნება კიდე ერთ-ერთი წარმატებული იარაღი. ну, რა ვიცი, ზედმეტი კი აქვს ამათ ლოზუნგი perfection, მაგრამ რეალობაში გარკვეული სრულყოფილება არის. მაქსიმალურად აკეთებს თავის საქმეს მინიმალური ფუნქციონალით. სუბუქი, ვირი, გამძლე, ასეულობით 1000 გასროლს გიკეთებს, ზოგიერთ საერთოდ არც კი წმინდავს ხოლმე, მაგრამ მაინც უძლებს და მუშაობს. ამის aftermarket ბაზარი ამერიკაში იმხელა, რომ ჩემტერს მესამე თაობას, რომელსაც ყველანაირი ლიცენზია გასული აქვს, გადაჭმულია დღევანდელ დღეს, მაგალითად ეს გამოფენა თურქების მიერ, უბრალოდ აი ვერ იტყვი რომ 1, 10, 100 აქ გადაკეთება. ალბათ 1000 ვიღაცა გარაჟში რაღაცას ვაკეთებს, იმასაც კი გადაკეთებული აქვს და უჩვენებს და შემდეგ წარმოდგენილი აქვს, რომ აი ახალი მოდელი გამოუშვა. ესეთი საინტერესო რაღაცები ხდება ხოლმე. ჯამში გვაქვს ისევ იგივე გადასწარებული იარაღი. სხვადასხვა ზომა ფორმის, რა თქმა უნდა,
ჭიდის ტოეოდობის. ჩემთვის მაგალითად ახლა ჩემი ხელი იმდენად დიდი არ არის, რომ მაგალითად 17 აითვისოს, აი ეს 17 ჩემთვის ცოტა არ იყოს დიდი არის, თუმცა მაინც კარგად ჩდება, მაგრამ ცოტა არ იყოს მაინც ჩემთვის ცოტა დიდი არის. ამასობაში ჩემთვის ხელში გადასარევად ჩდება 19, აი ჩემზე გამოჭრილი ახლა. აი ეს ცოტაც და ოდნავ დიდი რომ მქონდეს ხელი უკვე აღარ ჩაждდება. ცოტა კიმიშლის აქ. ეს კიდე ერთხელ შევადაროთ. მაგრამ კი ეს უკეთესად კი ზის, მაგრამ ზედმეტად გრძელი არის ჩემთვის. ნებისმიერ ვარიანტში. ბლოკი იყო, ბლოკი არის, ბლოკი ყოველთვის იქნება. ჰაენელის სტენდი. საქართველოს პრაქტიკულად დავიწყებულია ჰაენელი საერთოდ რო არსებობს ეგეთი რამე. და კაი რაღაც იარაღები აქვს, ახლა აერის სტილშია და ამასობაში ბოლტზია. ტაქტიკური ვარიანტია გადასარევია 223-ში და თან მაყუჩით. სქელი ლულით. დიდი სიამოვნებით ვიქონიებთ. არც იმაზე ვიტყოდი ვარს და არც ამაზე ვიტყოდი ვარს. დანარჩენი ეს უკვე აერები 300-ში, ესე იგი აერ 10. ესეც აერ 10-ის პლატფორმაზე იქნება. ძალიან კაი ფირმა, ძველი, სახელგანთქმული. მე ხა პირადად მაგალითად აერგანიდან ვიცი რომ ეს ერთ-ერთი უძველესი წარმოებელია გერმანული. რაღაცა ის ზღაპრო მოდელებს აწარმოებს. ძველ საბჭოთა კავშირში რო იყო რაღაც კატასტროფა კისტის თოფს რო ეძახოდით თუ გახსოვთ. აი ამ კისტის თოფის დროს ეს ხალხი უშვებდა ისეთ კისტის თოფს, რომელშიც რამდენიმე ტყვი ერთად იდებოდა და ჩვეულებრივი ესე ჩახმახიანი თოფივით ჰქონდა გადასატენი, აწევდი, გამოწევდი, ჩატენით და გაისროდი ხოლმე. ეს იყო ექსტაზი. რა თქმა უნდა, ასე არ იყო, იქ იყო აწევა, ზემოდან გადამოწევა, ჩაკეტვა და გასროლა. წარმოუდგენელი რაღაცა იყო. ერთეულებს ჰქონდა ეს მხოლოდ ხელში დაჭერილი. მე შემთხვევით გავეცანი ამ ფირმას და ამათ ხაზს პნევმატიკაში, როდესაც საბჭოთა კავშირის დროს, ჯერ კიდე საბჭოთა კავშირი იყო, მოვხვდი ბულგარეთში და იქ გასართო პარკში, ტირში იყო წარმოუდგენელი ესეთი საოცარი პნევმატური, მაგრამ მაშინ ყველა ეძახოდით კისტის თოფს. რაღაც ენით აუღწერელი ნივთი იყო. მოკლედ უძველესი, ერთ-ერთი საუკეთესო იდეალური იარაღის წარმოებელი. ახლა ცოტა წავითამაშებ, მეც ხელს გავათამაშებ. საკმაოდ თავისებური ჩაკეტვის სისტემა აქვს. შევეცდები ახლა აგიხსნათ. მაგალითად, უკან არის ესეთი სატრიალებელი. იქით აქეთ დადის. ვერაფერ ვერ გაიგებდა. გამოწევა რო გინდა, ჩახმახს ცოცხალი თავით არ გამოწევ. მაგრამ საკმარისია იქით მიწიო და ეს გამოწიო. უკვე მარტხელი ძანძნელია მაგის გაკეთება. ამ შემთხვევაში ჩახმახი გამოდის ბედნიერად. და იკეტება. ამის მივაწექით ამას და გამოწიეთ. რა თქმა უნდა, აქეთ ახელით ეს წარმოუდგენლად ძნელად ჩანს, მაგრამ სინამდვილეში რომ მოატრიალო ეს ერთ მოძრაობაში, იმიტომ რომ აქეთათ იდით მიაწექი, აქეთათი გამოწიე და გამოვიდა. აი, რამდენად მარტივია. ნუ ხო, მიჩვევა უნდა მართლა მეკითხე. ყოველთვის არ გამოდის. ეს საკმაოდ კაი რაღაცაა. ცოტა მიუჩვეული კი არის, მაგრამ რაღაც თავისებური ეშხი აქვს. მოდი ჰაენელის აერებსაც დავეთამაშოთ, ხო? უიდე და რამ სიმძიმე ვარ, ბიჭო. ამას კაი დიდი კონსისტენციის კაცი ჭირდება, ჰა? სადა ხარ, ჟორჟ, ჰა? ორ მხრივ. ეხლა 100%-იანი დარწმუნებულია, რომ არც მჭიდი გვაქვს, გადავტენეთ სარიელია და გამოფენაზე ვართ, ასე რომ ვიცი. აი ამის გაკეთება სხვა შემთხვევაში ცოტა არ იყოს ძალიან ცუდი წარმოსადგენია. ძალიან ძიმეა ჩემთვის რა.
აი რაც ყოლს ვერ იდებოდი ხოლმე, მაგრამ აი ხა ხვდები რომ კატასტროფა არის ჩემთვის Air 10. სამაგიეროდ აი გადასარევი, ჩემი საყვარელი. Air 15-ის პლატფორმა. ჩემი იარაღისგან განსხვავებით, მიჩვეული ვარ, რომ უკან დამჭერი მაქვს ხოლმე ავტომატურად, რომელიც აფიქსირებს ხოლმე. ნახოთ ამას თუ აქ რამე ესეთი. არა, ერთადერთი მჭიდის შემთხვევაში თუ გაჩერდება ავტომატურ რეჟიმში, უკანა პოზიციაში, სხვა შემთხვევაში არა. და აშკარად ჩქარი მოხსნის საშუალება აქვს, ეს წინო გადიოდეს. Handguards შეიძლება. თან მაცენტრირებელი აქვს handguards, ასე რომ ცენტრში დასვათ და არ ითამაშებს. თურქებში მე რამდენიმეში გავიარე, ერთ-ერთ მაგალითად აი ხელი მოვკიდე და უცებ შემთხვევით რო დავიჭირე, handguard-ი საერთოდ მოტრიალდა მოზრა. ეს რა უბედურებაა მეთქი და აუქნა თუ აი ვინტი არის ეგეთი ვარიანტი ამასობაში უყურებ ქვემოდან ჭრილი ფიზიკურად აღარ არის, ანუ ვინც მაქსიმალურად აქვს მოჭრილი, მაგრამ მაინც თამაშობს. ან ეს ჭრილი გააკეთე შედალოცილო ცოტა დიდი ხო რა საშუალება გქონდეს იმ ვინც მოუჭიროს. ან მაცენტრირებელი გააკეთე რომ ასე არ გააკეთოს. ან სტენდიდან საერთოდ მოხსენი რატო აძლევს საშუალებას ვიღაცას ნახოს ესეთი საშინელება შენს იარაღზე. არა, არკა ყოლც კაი იყო. განსაკუთრებით 15 საკმაოდ მსუბუქია ჩემთვის და მისაღები. კარგი რაღაცა. სამყარო სტანდარტულად ისევ გაყოფილია ორ ნაწილად. რა თქმა უნდა, ერთი არის AK-ის მოყვარული, მეორე არის ისევ A-ზე იწყება, ოღონდ AR-ის მოყვარული. მე არ ვიცი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მიეკუთვნები ალბათ AR-ის ფანატებს. ეს უკვე ბოლტი არის. რა კაი ოპტიკა. Steiner. არ ვიცოდი. ბადეს გადასარევი აქვს. კაი რაღაცა. დასაგეთი კონდახიც. ნახოთ, არა, საკმაოდ მყარად არის, არაფერი არ ყანყალებს. აი, ასეთი უნდა იყოს ხოლმე დასაგეთი კონდახი. უმეტესობა თურქები აწარმოებენ ხოლმე, ჩვენთანაც შემოსულია რამდენიმე. სახსარში აი ყველაფერი მოყანყალებული აქვს ხოლმე, არაფერი მდგრადი არ აქვს როგორც ეს. და ესეც რა თქმა უნდა, მებერთელა ბაბახანები. კალიბრი რა გვიწერია? 308. ისიამო. და კანონმდებლობა გვასიამოვნეთ რა, იმის საშუალება მოგვეცით რა. მოდი გამოცხადოთ პატარა შესვენება. მონტაჟსაც ვნახე რომ 3 საათიანი ვიდეო ფაილი გამოდიოდა, ძნელია საყურებლად ფიზიკურად, ამიტომაც თითო საათად დავყავი. ეს იყო პირველი ნაწილი, მეორე ნაწილს შემოგთავაზებთ 2-3 დღეში და კიდე მესამე ნაწილი იქნება კიდევ 2-3 დღეში. ამით დავყურავთ ხრახნულიან იარაღებს, გარდა ამისა წინ კიდევ გველოდება ოპტიკა, აირსოფტი, რელოადინგი, ამუნიცია, სუპრესორები, გიარინგი, თულინგი და კიდე ბევრი. მე თვითონაც არ მეგონა საკმაოდ ბევრი ვიდეო მასალა გამოვიდა, ნელ-ნელა ამას ყველაფერს ვამონტაჟებ, დრო უნდა, რაც არ უნდა საოცარი იყოს. მოკლედ, ნელ-ნელა საინტერესო მასალებს კიდევ შემოგთავაზებთ. დროებით გემშვიდობებით, მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით. საკმაოდ მოუხერხებელია საოპერაციო. Так, ой, მაგუარის. 12 კალიბრი. კი, სავარაუდო გაიხსნება. არა, რაღაც განსხვავებულად არის გაკეთებული.